Ჩვენს გვითხრა იაპონური შოუები და ფილმები იაპონიის სასწავლად. თქვენ, კარგია, თქვენთვის კარგია, იმიტომ რომ იაპონიის სასწავლად ძალიან ბევრი მასალაა, ანიმე, მანგა და ასე შემდეგ, მაგრამ ქართლის სასწავლად ცოტა ბევრი არ არის რა მასალა. ამიტომ სულ ვიყურებდი კაცებს, ჩემი ძვრის დაკალებს, კომედი კიდზის ქართული ბაჟიკას და ასე შემდეგ, მაგრამ კარგია რომ შეგიძლიათ ვიყუროთ ანიმეები, ესეთი ფილმები, მაგრამ უნდა ისეთ რომ ზოგიერთი ანიმეში და ფილმში სადაც მაგალითად არიან ის ნინჯა და სამურაი და ასე შემდეგ იხმარება ესეთი სიტყვები, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ ახლა. ხო და ჯობია რომ გირჩევთ რომ ვიყუროთ ესეთი თანამედროვე იაპონური ფილმს. ცოცხალი იაპონიის სასწავლად. ძალიან ბევრი კარგი ფილმია, მაგალითად, ერთი ჩემი საყვარელი ფილმია Yogisha X no Kenshin, Devotion of X, Suspect X ინგლისურად, ქართულად არ მინახავს სამწუხაროდ, მაგრამ დეტექტივი წიგნია და მე ფილმის გამოვიდა და ძალიან პოპულარი იყო, ძალიან ბევრი ჯილდოც აქვს მოპოვებული. ეს დეტექტივი ფილმია, მაგრამ ესე სიხემისერად გამოხატულია ადამიანების შეგრძნება, განსაკუთრებით სიყვარული, მეგობრობაც ასევე, ხო და გირჩევთ. და ქართულად კარგი იქნება თუ ნათარგმნი იყოს, მაგრამ ვნახოთ. გირჩევთ. ჩემი რეკომენდაცია.